ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად კაპიტულირებს და აღიარებს, რომ ირანმა ამ ომში გაიმარჯვა და შეუძლია რეგიონში თავისი დომინირება განამტკიცოს. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მზადაა, რაც დაასრულებს ომს ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ეს შეთანხმება ფაქტობრივად ირანს ამ ომის გამარჯვებულად გამოაცხადებს. დონალდ ტრამპის მთელი გუნდი, მათ შორის თავადაც აცხადებს, რომ თეირანთან შეთანხმება პრაქტიკულად მზადაა და მალე საზოგადოებას წარედგინება. მაგალითად, ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი არ ელოდება, რომ კვირას ირანთან ომის დასრულების შეთანხმება იქნება მიღწეული. და მიიჩნევს, რომ შეთანხმების დასამტკიცებლად ირანის ხელმძღვანელობის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის მხრიდან, ასევე ხმნის შტაბისგან შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭილეს. მაგრამ მისი აზრით, მშვიდობის შანსები ძალიან დიდია. თუმცა შეგახსენეთ, თავად ტრამპმა სულ რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ კვირას უკვე ზუსტად იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ამავე დროს აშშ-ში სახელმწიფო მდივანო მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უახლოეს საათებში შეიძლება გამოჩნდეს გარკვეული კარგი სიახლეები ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. თეთრმა სახლმა უკვე მოასწრო მომავალი სამშვიდობო შეთანხმების წინასწარი პუნქტების გამოქვეყნება. მაგრამ მოულოდნელად თავად ირანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტრამპი იტყუება. ირანი არ დათანხმებულა გამდიდრებული ურანის გადაცემას და არც კი დაპირებია ჰორმუზის სრუტის გახსნა მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთხელ განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი ვრცელი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, ბევრი ექსპერტი ახლა დარწმუნებულია, რომ მომავალი შეთანხმება, რომელსაც ახლა დონალდ ტრამპი განიხილავს, უფრო თეირანის გამარჯვებას გავს, რომელმაც ამერიკელი პრეზიდენტი მოლაპარაკებების ჭაობში ჩაითრია, რომელსაც ირანი შეიძლება გააჭიანუროს ნოემბერში კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე. ირანელებმა შეძლეს თავიანთი აქტივების გამბლოკვა, რაც ომამდე არ ყოფილა. ბლოკადაში გაცვალეს, ანუ აშშ-ში თავის ბლოკადას ხსნის, ხოლო ირანი თითქოს ხაზგასმით ვამბობ, თითქოს დაპირდება ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნას. ანუ აქაც ომის შედეგად არანაირი შედეგი არ დამდგარა, რადგან ბლოკადა ომის შედეგად გაჩნდა. ისრაელისთვის ეს ყველაზე უსიამოვნოა, რადგან ირანელებმა მაინც შეიტანეს ამ გარიგებაში ლიბანში ზავი და დააკავშირეს ის ძირითად ფრონტთან. მაგრამ კითხვა ისმის, საიდან ასეთი დასკვლები? და აი აქ მოდი გავარკვევთ. გავსაემთ, რომ შაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს ირანთან, მალე გამოცხადდება. და რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბოლოო ასპექტებზე. ტრამპის კომენტარები გაჟღერდა მას შემდეგ, რაც მან ცალ-ცალკე სატელეფონო საუბრები გამართა არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერებთან, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის ყველაზე მტკიცე განცხადება მისი მზადყოფნის შესახებ დაეთანხმოს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ირანთან განიხილება. ეს განცხადება მიზნად ისახავს ომის დასრულებას, ეტაპობრივად ჰორმუზის სრუტის გახსნას და მინიმუმ 60 დღიანი უფრო დეტალური მოლაპარაკებების დაწყებას, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა. და აი გამოცემა Axios ამტკიცებს, რომ სპარსეთის ყურის ყველა ლიდერი არწმუნებდა დონალდ ტრამპს დაესრულებინა ომი, რადგან მან უკვე აჩვენა, რომ ამ ომში ვერ გაიმარჯვებდა. და აი არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერები ამბობენ: მოусმინეთ, ჩვენ უკვე აღარ ვჯერა, რომ თქვენ რეგიონში გაიმარჯვეთ. აი დონალდ ტრამპს არაფერი შეუძლია შეცვალოს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ გამოაცხადოს მოლაპარაკებების დაწყება, რომლებიც შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს. და სპარსეთის ყურის ქვეყნები ამბობენ: მოусმინეთ, ალბათ გააგრძელეთ თქვენი მოლაპარაკებები, რადგან ეს ომი უკვე მოგბეზრდა. თქვენ მასში ვერ იმარჯვეთ. უკვე ყველამ დაინახა, რომ დონალდ ტრამპი უძლურია, თუმცა ახლა ტრამპი ცდილობს მარცხი გამარჯვება წარმოაჩინოს. საქმე იმაშია, რომ შეთანხმება, რომელსაც თითქოს შეერთებული შტატები და ირანი მალე მოაწერენ ხელს, ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 60 დღით გაგრძელებას. ამ პერიოდში კი ჰორმუზის სრუტე კვლავ გაიხსნება. ირანს შეიძლება თავისუფლად გაყიდოს თავისი ნავთობი, ანუ ყველა სანქცია იხსნება. ასევე გაიმართება მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით. არა ლიკვიდაციას, შეზღუდვას. და ისიც მხოლოდ მოლაპარაკებები გაიმართება შემდეგ. ანუ ირანი იღებს უამრავ დათმობას, მაგრამ თვითონ არაფერს არ პირდება, საერთოდ არაფერს. საკითხი იმაშია, რომ ამ გზით დონალდ ტრამპი ცდილობს ჩააქროს ის ხანძარი, რომელიც თვითონვე გამოიცვია. შეთანხმება საშუალებას მისცემს თავიდან ავიცილოთ ომის ესკალაცია და შეამცირებს ზეწოლას მსოფლიო ნავთობის მეთოდებებზე. თუმცა გაურკვეველია, გამოიწვევს თუ არა ეს შეთანხმება მხარ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ასევე გადაწყვეტს ბირთვულ საკითხებს.
ამჟამად ვარაუდობენ, რომ ორივე მხარე ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც იმოქმედებს 60 დღის განმავლობაში და შეიძლება გახანგრძლივდეს ურთიერთშეთანხმებით. 60 დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე ღია იქნება გადასასვლელად გადასახადის გარეშე. ასე ფიქრობენ ამერიკელები. და ირანი დათანხმდება სრუტეში განთავსებული ნაღმების გაუნებელყოფას, რათა უზრუნველყოს გემების შეუფერხებელი გადაადგილება. სამაგიეროდ აშშ მოხსნის ირანის პორტების ბლოკადას და ირანს მისცემს გარკვეულ გამონაკლისებს სანქციებიდან, რათა თეირანს თავისუფლება მისცეს. გარყიდოს თავისი ნავთობი. შეგასცენებთ, ომამდე საკმაოდ მკაცრი სანქციები მოქმედებდა. ეხლა დონალდ ტრამპი ამბობს, კარგი, ბლოკადას მოხსნით, აქტივებს გაუნთავისუფლებთ და სანქციებსაც მოხსნით. აბა რა პრობლემაა? ეს ყველაფერი ირანის ეკონომიკას წაადგება, ხოლო დონალდ ტრამპი მთავარ ზეწოლის ბერკეტს დაკარგავს. საინტერესოა, რომ ამერიკული წყაროების მიხედვით ირანმა შუამავლების მეშვეობით აშშ-ს ყურადღება სიტყვიერი დაპირებები მისცა იმ დათმობების მასშტაბის შესახებ, რაზეც ის მზად არის წავიდეს ზეწოლის გამო, ურანის გამდიდრების შეჩერებით და ბირთვულ მასალაზე უარის თქმით. მაგრამ ირანმა ამ დაპირების მემორანდუმში ჩასმა არ ისურვა. ამბობს, მხოლოდ სიტყვიერად. მაგრამ აშშ-ს კი ამაზე დათანხმდა. უფრო მეტით, ასე ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ყველაფერზე მზად არის წავიდეს, ოღონდაც გამოვიდეს ომიდან, რომელიც აშკარად წააგო. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ახლა კომენტარებში მოვლენ და ისევ დაიწყებენ ლაპარაკს. პეჩი, შენ არ გესმის მთელი სტრატეგია დონალდ ტრამპის სტრატეგიის სიდიადე. რა არის სიდიადე? ის უბრალოდ მართს აწერს ხელს. რეალური შეთანხმება. ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტში ნათლად წერია, რომ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომი ლიბანში შეწყდება, ხოლო ჰეზბოლა თავის არსებობას შეინარჩუნებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე განაცხადა, რომ ასეთი პუნქტის არსება მას საერთოდ შოკში აგდებს. და აი უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო გამოდის და აცხადებს, რომ უახლოეს საათებში შეიძლება გამოჩნდეს გარკვეული კარგი სიახლეები ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. და შემდეგ მოვიყვან მის ძალიან საინტერესო ციტატას. მართლა ვფიქრობ, რომ ამ ფრონტზე არის გარკვეული კარგი სიახლეები, მაგრამ ეს საბოლოო სიახლეები არ არის. თუმცა შესაძლოა ცოტა მოგვიანებით დღეს შევძლოთ მეტი ვთქვათ. მიღწეულია გარკვეული პროგრესი. აშშ-ის ბოლო 48 საათში გარკვეული პროგრესია აქვს დანახული. და წარმატების შემთხვევაში შეთანხმება შეიძლება მოქცეს არა მხოლოდ სრულად გახსნილი სრუტეები, გულისხმობ სრუტეებს, რომლებიც გახსნილი იქნება გადასახადის გარეშე. არამედ მოგცემს საშუალებას გადავჭრათ ზოგიერთი ძირითადი საკითხი, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის წინა ამბიციების საფუძველში. მოისმინეთ ხო რუბიოს ციტატა, მაგრამ როგორც ჩანს, რუბიოს ჯერ საერთოდ არაფერი აქვს გამოსაცხადებელი. პირველ რიგში თეირანის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ირანი არ დათანხმდა თავისი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების გადაცემას და აღნიშნეს, რომ ეს საკითხი არ ყოფილა წინასწარი შეთანხმების ნაწილი შეერთებულ შტატებთან. გარდა ამისა, ირანში უარყვეს ამერიკელების ყველა განცხადება ჰორმუზის სრუტის შესახებ. ირანული სააგენტო ფარსი დღეს აქვეყნებს ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ოფიციალურ განცხადებას. აშშ-სთან შესაძლო შეთანხმების შემთხვევაშიც კი ჰორმუზის სრუტე კვლავ ირანის კონტროლის ქვეშ დარჩება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს თავისუფალ გავლას, როგორც ეს ომამდე იყო. სრუტის მართვა, მარშრუტის, დროის, გადაადგილების წესისა და ნებართვების გაცემის განსაზღვრა მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის კონტროლსა და შეხედულებაზე დარჩება. ამიტომ ტრამპის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით არასრულია და არ შეესაბამება რეალობას. როგორ მოგწონთ ასეთი გამარჯვება ამერიკის პრეზიდენტის? და უკვე კვირა დილით თეთრმა სახმა განაცხადა, რომ არ ელოდება, რომ კვირას შეთანხმება იქნება მიღწეული, რომელიც დაასრულებს ომს ირანთან. და მიიჩნევს, რომ შეთანხმების დასამტკიცებლად ირანის ხელმძღვანელობის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის მაჩთაბუხა მნის მხრიდან შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. ხოლო პირდაპირ გუშინ საღამოს ტრამპმა განაცხადა, რომ ხვალ კვირას ან მივიღებ გადაწყვეტილებას ომის განახლების შესახებ, ან გვექნება სუპერ მომგებიანი შეთანხმება. როგორც ხედავთ, ფაქტობრივად ახლა კი ამერიკელი პრეზიდენტის ყველაზე ერთგული მხარდამჭერებიც კი ამბობენ, რომ ბლინ ეს მარცხი. თეირანი გამოდის გამარჯვებული. თეირანი ამყარებს თავის პოზიციებს რეგიონში. ინარჩუნებს პროქსი ძალებს, ინარჩუნებს ბირთვულ პროგრამას და ომის შედეგად კიდევ არმუზის სრუტის სრულ კონტროლსაც იღებს. აი ესეთი მოლაპარაკებები. აქ წერტილს ძალშა. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ ვიდეოს ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონაციით დაეხმაროთ ვიდეოს აღწერაში მიცდებული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან ეკრანზე მოცემული QR კოდით. ამით დავასრულებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.